Hi, დილავშტობის მეგობრებო, როგორ ხართ? მოგესალმებით თავლიანი თბილისიდან. ეს ხოლმე ყულად მიყავ, იმიტომ რომ თვალებში მეყრება მთელი ფიფქი და პირში და ყელი უარესად მიცივდება, მე მგონი. ხო, კარგად ხართ, რაშრობით. წავიდეთ ერთად სამსახურში და დავიწყოთ დღე. ამ დღეს რა ქვია კი არ ვიცი, მარიკო ისეთი სიცხით დავტოვე, რომ მთელი ღამე არ გვძინებია, მაღალი სიცხე. ეხლა წებოდა არ წახვიდე, უბრალოდ ხოძა არ მაქვს დღეს რომ არ წავიდე. კი შემიწყობდნენ ხას რომ მეთქვა რომ ესე და ესეა თქო, მაგრამ სულ ვერ გავაცდე ხალხო და სანამ საკო აქ არის და რაღაცნაირად შემიძლია რომ ასე ვთქვათ დავტოვებ კობად სახლში, ასე რომ ხან ერთი იქნება მასა, ხან მეორე და ხან ორივე და ჩვენ დავიმუშავოთ. წავიდეთ. ხო, ჩემი წონა ჩემს ნიშნულს დაუბრუნდა, რა ნიშნულზეც ვიყავი და ძალიან სწრაფად მოვახერხე სხვათა შორის ის რაღაცა ოდნავ მატება რომ დამეგდო. სრულად გავანული, ასე ვთქვათ. ხო და დავიწყოთ კონკრეტულად იმ 10 კილოზე სრულად და დაკლება. ასე რომ ესეთი ამბებია. წავიდეთ სამსახურში. შარფი ჩავიფინე აგერ. ყელზე გცივა ყელსო და ჩავიფინე ყელზე რომ ჩამდეს სიცივე მქონია გამაციებს აგერ ვტლიკინებ. დროებით. საბურთალოზე ფიფქის ნასახი არ შეინიშნება. ამიტომ დავკეცოთ ხოლმე. ვინმე ვიცით ეს ხმარობის მომივა? ოდეს მეთქვა. არ შეინიშნება არაფერი. თობის მაგვარია. როგორ მშურს ინდოელების ხალხო. აცვა ფეხზე დავიცი. ძირთაძუღაზე დავდივარ ხოლმე მას. ან მაქსიმუმ უბანში, ან რაღაც ეგრე რა. ეხლა თქვენ საბურთალოზე ნახალობიდან მაგით ვერ ვივლი, ვერ აფრით. აი ზამთარში, ნუ არ ზაფხულში, მაგრამ აი ზამთარში რა. და აი ძალიან მოღეღილები რო აქვს ეგეთი. გავუხდე ჟაკეტი. და ხელს იქოდა გადაკიდებული. ეს მოკლე რაც არის მაგვარი კაბა ეს ვგიშდები სარებზე. აი მე ისე შემშურდა. ნუ არ სიოდა კი არა. ანუ დასცხა და გაიხადა. ხო და მე კიდე გადავწყვიტე რომ ცოტა თბილად ვიარო. მადლობა ჩემო გამომწერებო. ਅੱਜ მარტო სახში კი არა გარდაცვლა ჩაიცა. თქვენს ხედავთ, რომ რეგიჟი დავდივარ. არა დღეს თბილად მაცვია. დღეს რეკორდი მოხსენი. აი ეს ზედა რომ მაცვია ახლა. მაგის შიგნიდან მაისურიც კი მაცვია. ანუ თქვენ არიცით ეს რამხელა რაღაცა ახლა რომ მე მაისური მაცვია. ანუ ამაში შოქში ჩამაგდოს, იმიტომ რომ არ მიყვარს შიგნიდან მაისურები, მაგრამ ჩავიცვი. და რა თქმა ისური აგერ შარფიც დავიბიე. ამ ბოლო ერთ კვირაში ფაქტობრივად გიგანტურად ხარჯეთ წავლებში ფული. ახლა მარიკო მიგვემატა და ჩემი ქმარი რაღაცის რაღაც ვერავარო და მარე მეუთხარი შეც მიემატე რომ 1-200 ლარს ავწდეთ. რომ ხარჯი წავლებში ხო დაგქონდეს მეუთხარი. მარე შენც მიემატე ამ ამბავს. ამ ხმას რა ეშველება მე არ ვიცი, ანუ ვერ გაგიგე რავი, რაღაცა ხიხინებ და ნახოთ რა იქნება. გაჩერდი ახლა აინთე რომ გადავიდე.
ვაიმე ისე გამიჭირდა მარიკოს დატოვება, ვაიმე. აი ეგრე გამიჭირდა. არა. გული და სული ახლა იქ მაქვს ჩემ გოგოსთან. ჩემი ლამი. სიქცე მაგდიდა. კიდე დიკოდი სიქცე. ესე ყელზე უკავი რა ხე. ივაიტი. ჩავასხიმე. კარგად იქნები დედი კომეთქი. მე 5 წუთი გავიდე. ისე მტკივა მეთქი. მალე გაკივლის დე, მალე გაკივლის. მე გამოვკეთდი სამაგერთან ჩემს ოჯახს გადავს. რა ვიცი. ნახოთ რას მოგვიტანს ბედი. და დღევანდელი დღე. ნახოთ. ნუ აი დეგუსტო აგერ რომ არის გიმოცვალეთ აგერ მაქვს. არა ჩემი ოჯახის წიებრივით. წლებია ყველა გალავლაზე რომ ხედავ თვალები გამიჭრებდა. ეს კი მაინც მუშაობს რა. ამდენი ხანი რომ გახსნილია. მარიკოს ძინავს უკან არის სრული ქაოსი. ყველაფერი არეული, მირეული, მორეული. ვერ დავალაგე, იმიტომ რომ ბავშვს გაეღვიძება და ყველაფრის დრო მაქვს ახლა იმის გარდა რომ ბავშვს გავაღვიძო. ისევ ძალიან მაღალი სიცხე. ანუ არ შორის არაფერი ხალხო. არა ის ნუროფენი და რა ვიცი რა ის ფაგიო თუ რა. არაფერი. დღეს როგორც იქნა მიირთვა რამდენიმე კოვსი, წვნიანი, ძალიან ცოტა ხაჭაპურიც მიურთმევი, ახლა დაეძინა სავარაუდოდ სიცხე აზდის ისევ ზემოთ. რა ვქნათ, ზამთარია და რაღაცნაირად ცოტა გავითავისოთ, რომ ალბათ ეს ვირუსები თანდევია ყოველთვის და ამ დღეში ვიქნებით ყოველთვის, ანუ აი არ ვიცი, მე ხო ხედავთ ამდენი ხანი ვერ გამოვედი ჩვეულებრივად. გუშინდელი ჩემი ვიდეო ვინც ნახეთ, მადლობა ყველას, ვისაც ლოგიკურად გაგაჩინეთ ხალხო აზროვნება და
ყველა ვინც დამიწერეთ ნამდვილად ძალიან ლოგიკურად აზროვნებთ, არანაირი უზრდელობა, არანაირი რაღაცა ცინიკური კომენტარები არ იყო და ძალიან მიხარია. დიდი მადლობა ამისათვის. რა თქმა უნდა, თქვენი აზრი დააფიქსირეთ და ეს თქვენი აზრია და ჩარჩოებში იყო ეს აზრი, რამაც გამახარა და არ იყო რაღაც შეურაცხმყოფელი. ასე რომ ყველას დიდი მადლობა, ვინც ვიზიარებთ ისეთ რაღაცებს, რაც შესაძლოა თქვენ ჩვენთვის არ იყოს მისაღები მოსაწონი, მაგრამ იმ ადამიანისთვის არის მისაღები რაღაც კუთხით, ან შესაძლოა მერი არ იყოს, მაგრამ იმ წამს იყოს მისაღები და ასე შემდეგ. თუმცა საბოლოოდ არაფერი გადამიწყვეტავს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ამბავი მაინც გითხარით. თუმცა ესე რომ 100% არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც იყო გითხარით. როგორი ამინდია, იცით რაღაცნაირი. უნდა ჩაიხუტო ადამიანი და მიგორდე, ეგეთი. ამ ბოლო დროს, ანუ გასდავაკოდე გეტყვით. ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ რაღაცნაირად მაქვს ყოფას დეფიციტი. ჩემი მეუღლის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ დროს ვატარებთ ერთად რაღაცნაირად დეფიციტს განვიცდი. და ვფიქრობდი, რომ აი რამ გამოიწვია თქო რა ეს დეფიციტი, იმიტომ რომ ხო დიდ დროს ვატარებთ მეტნაკლებად მაინც. ერთ ქვეყანაში ვართ, ერთ სახლში ვართ. უფრო მეტ დროს ვატარებთ, ვიდრე თქვათ შორს რო იყოს და ასე შემდეგ და რატო განვიცდი ამ დეფიციტი. ხო, ეს ხანდახან წამომივლის ხოლმე ეს დეფიციტი, სულ კი არ ვარ ამ მდგომარეობაში, აი რაღაცა მომენტები მაქვს ხოლმე, რომ უცებ რაღაცა დეფიციტს ვგრძნობ რა. და რაღაც დღეები გამახსენდა, რომელიც შეყვარებულობაში გავიარეთ, აი რაღაცა ადგილები, რაღაცა სიმბოლური რაღაცები და მივხვდი, რომ მარტო ყოფნის ის მაქვს რაღაცა მონატრება, ესე რომ ვთქვათ რა. ახლა მარიკოა ჩვენს გვერდით და მარიკოს გარშე მართლა ანუ არსად რო არ წავსულ ვართ და იქ ხვდები რა. ყველა ხვდებით ახლა მაგას. და დედამით უმეტეს აქ არ იყო და ვის დავუტოვებდით და ახლა აქ არის, თუმცა ისეთი რაღაცები ხდება, რომ მაინც ვერ მოგვიხერხდა რაღაცნაირად ასე ვთქვათ, განმარტოება, ის დღეები მენატრება, რაღაცა ხელახალ ჩაკიდებულები, თუნდაც სამებაში რომ ვიყავი და ანუ ძალიან ისეთ ყოველდღიურობას გეუბნებით ახლა. თუმცა ის ყოველდღიურობა ახალ გავაცნობიერე, რომ იმდენად უკვე აღარ მაქვს, რომ მომნატრებია რა. კი, ახლა ერთად დავდივართ ყველანი, მაგრამ არ დავდივართ მარტო. ანუ მარიკო და ყვება ყველგან. და მივხვდი, რომ აი ეს დეფიციტი მაქვს. აუცილებელია წყვილის განმარტოება. კი, მაინც რაღაცნაირად ვცდილობთ განმარტოვდეთ, მაგრამ აი დიდი ხნით 4-5 საათი თუნდაც, კაი 3 საათით, აი მსოდ ამდენი ხნით ვერ გვეხერხდება განმარტოება და მივხვდი, რომ აი ეს განმარტოება გვჭირდება. ჭირდება. ალბათ მასაც არ ვიცი. მე ანუ ამ წელს ჩემ თავზე რო ვისაუბრო რა. და აი ეს მენატრება. ანუ ცალკე ყოფნა მენატრება ალბათ. აი არ ვიცი, თქვენ თუ გქონიათ ესეთი შემთხვევა, რომ გენატრება, ანუ ის რაღაცები მენატრება, რაღაცა სხვა ემოციები მენატრება, რაც თქვათ მერე უკვე მარიამმა გახლეჭა. თუმცა ნებისმიერ დროს შეგვიძლია ადამიანებს მოვიწყოთ უკეთესი დღეებიც კი, რა თქმა უნდა. და მოგვიწყია კიდეც, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ეთყობა ძალიან დამაკალდა რაღაცა. აი უფრო მეტი დროის ერთად გატარება, რაღაცა ცოტა გვიან ბრუნდებოდა სახლში რაღაც პიროდი და ეთყობა ეს დამაკალდა რა. და უფრო მეტად მინდა, რომ რაღაცნაირად
მოვახერხოთ, მოგვიხერხდეს, არ ვიცი როგორ, მაგრამ მინდა რომ მოგვიხერხდეს რაღაცნაირი სიმარტოვე. თუმცა სადაც არ უნდა წავიდეთ, ხალხო რა გვჭირს, იცით რომ მოვრბივართ, ანუ მაინც სხედვართ და ვსაუბროთ მარიამზე, ანუ ნეტა რა შვება, ვათვალებთ ფოტოებს, ანუ გაგიჟებულები ვართ. მე მგონი ყველა მშობელი ასეა, მაგრამ რას ვამბობ, იცით რომ საჭიროა აუცილებელიც კი სავალდებულოც განმარტოვება. ესადმე წასვლას გულისხმობ რა. და არა მხოლოდ იშვიათად ხშირად. რამდენჯერაც დავგეგმეთ აი ამ ბოლო პერიოდში რაღაც არ გამოვიდა რაღაცები მინდოდა და ვერ გამოვიდა, არ ვიცი რაღაცნაირად არ გამოდის, ანუ ხან მე ვუშაობ, ხან ის არ არის, ხან მარიამი ყავს შეუძლოდ, ხან დამცად. მოდით დავთვალოთ კარტოფილი, რომელიც არაფრად არ ვარგა. დედა მოიტანა მართლა ისეთი ცუდი კარტოფილია, ისეთი ცუდი ვერც აკიხსნით. არც არაფრის გემო არ აქვს. დიდად და ჭიანია რაღაც. ანუ არ ვარგა. რას ვიზამთ? თუმცა უნდა მოვხარშოთ და მივირთვათ. მაგრამ მანამდე რა უნდა ვქნათ? რა თქმა უნდა გავარცხოთ. ცოტა წყალი ჩავასხათ, რადგან დღეს 2 თქლზე მოხარშვა გადავწყვიტე. და რამდენიმე დღეა ფაქტობრივად ასე მივირთმევ. დავასუფთავოთ, თორემ აღურიეთ ყველაფერი. ძალიან ცოტა დრო სჭირდება, რაც ძალიან კარგია. გიჟდები ყველაფერი, რო წკრიალებს. მოდი ამოვალაგოთ ნიჟარიდან დარცხილი ჭურჭელი. ზოგი დედას ჭურჭელია, ზოგი ჩემია. დავახარისხოთ. გიჟდები, როცა სრულდება დალაგების პროცესი. ნეტავასე სწრაფად ლაგდებოდეს ყველაფერი, როგორც ამ ვიდეოს აჩქარება. თქვენ რა სიტყვით, თქვენც კიდეთ ასე სწრაფად ლაგდებოდეს. ხო, ეს მე რომ გამოვიყენე ადრე და ძალიან კარგი იყო, სხვადასხვა კარგად ვიყენებდი. საშაქრე და ყავისათვის დედას აუტანა, ან არ ვიცი რამეში გამოიყენებენ, ან მოკლედ. არ ვიცი. მე ნამდვილად აღარ მჭირდება. ხო, გადავიდეთ ნიჟარის დასუფთავებაზე. ფეირი, ნებისმიერი ჟელე და ვაშლის ძმარი. ვცდილობ ვაშლის ძმარი გამოვიყენო, იმიტომ რომ ჩვეულებრივ ძმარს უფრო მკვეთრი სუნი აქვს, რაღაც საშინლად ტოვებს სულს მთელს ოთახში და მე ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ თავს, ამიტომ უფრო ვაშლის ძმარს ვიყენებ. ბევრად კომფორტულია. სხვათაშორის ამ ბოლო დროს ძალიან მომწონს დალაგების ვიდეოები, თქვენ რას ფიქრობთ? მოგწონთ დალაგების ვიდეოები? ვფიქრობ, ცუდი არ გამოვიდა ეს მონაკვეთი. თქვენ რას ფიქრობთ? გამიზიარეთ თქვენი ფიქრები და აუცილებლად გავითვალისწინებ. ნუ მე ხმით მირჩევნია ხოლმე ჩაწერა, უბრალოდ მარიამს ეძინა და არ მინდა და გაღვიძებოდა. დიდად გახმოვანება არ მიყვარს. რომ გითხრათ, ვგიჟდებით, თქო მოგატყუებთ. თუ ძალიან პატარა ხო და თუ 2 წუთს ხდება, მე არ მომწონს. თუმცა რა თქმა უნდა, ამ ხელა პროცესის ასე ხმით გადაღება რთულია, არაკომფორტული შეიძლება იყოს კიდეც. რადგან მთელი გონება გადართულია დალაგებაზე. არანაირ სულს არ ტოვებს ვაშლის ძმარი. სულ ეს რამდენიმე წუთიც არც კი. და ავტომატურად გადის სუნი ასე, რომ არ შეგაწუხებთ.
ხო ამის წმენდა მანიათ მეკცა უკვე, მაგრამ რას ვიზავთ? ქვაბზე იხარშება კარტოფილი, ხო, წკრება. უკვე მოიხარშა ორთქლზე, როგორც ხედავთ. დროა მივიღოთ იმუნიტეტის წამალი. ვერ ვიტყვი რომ გადასარების გემოავს, მაგრამ რაც აქვს სხვა რა გზა. ძალიან ცუდი გემო არ აქვს. ყოველ შემთხვევაში არ დაიხრჩვით. მოხარშოთ სოსისი. რძიანი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ლიბრეში ვყიდულობ. 127 კალორია აქვს გოგოებო. საკმაოდ ცოტა. და არის საკმაოდ გემრიელიც. სხვა ზოგსოსის ჯობია, რომელსაც მე ვიყენებდი. ოდნავ. დიდად არც ერთი არ არის ისეთი, რომ გაგიჟდე, მაგრამ ჩვენერად ამისთვის მოყვარულია სოსისის მოეწონება. წავედით დე მარიკო ყველა წავედით გელოდები დედა ჩემი გოგოები მივდივართ სასეირნოთ ჩვენი ახლობლების სანახავად რაგაცია დედა გამოდი აქეთ გამოდი ერთი ვნახო აქეთ ჩემთან წამოდი დედა ახლა ერთი 27 წუთი დახევარი ავთ გავარდო ფიქრობ თქვენ ხო იცით მე ყველასთან მიყვარს ფიქრი აჰა ახლა მეზუბელმა დაბიძახა რომ ეს არის დოდიო ახლა მე თქვენ მოგეხსენებათ რომ უბნის თვალი ვარ და უბნის ნარიადული ქალი ვარ და გავარ და ქალი ვარ ხო და ის არის მისი ქორწილიაო ჩემი მამიდაშვილის შვილიშვილის მამიდაშვილის ვიღაცა გადაცვლილი ნათესავის ძმისშვილი არ ვიცი ვისია მაგრამ რო იცოდეთ ეგრეა ზერავდვა მაგრამ რო იცოდეთ ხო და ახლაო ჩემი უბნიდანაო და ჩემი ოჯახიდანო შენზე ტრენდიული ვინ უნდა წავიყვანო და აბა დავესიე და მივაყარე თვალის გუგები და რას ტრენდიული იყო ვიყიდე და ჩავისმალე ახლა არ ვიცი ჭკუი და გადასვლას მიკლია ჰა 7 წუთი მეტი არა შეიძლება მეტი არ ვიცი მაგრამ ისე რომ თქვა 7 გეიდაცვალა დოდღუდა ეკლესიაში ხო ხუჭი და კარგი გონება და ბაბაო მომაბრუნა იდეჯერ კაცყვიდა ბაბაო პროპოროს არ ვიცი დაიწერე ჯვარი არ დაიწერე ჩემთვის შერავდო მაგრამ არ ვიცი ახლა არცა ბიცავს ვთქვი არცა გოგოსა მაგრამ ვინ იყო ბიჭი ვინ იყო გოგო ვერ გავიგე პატარცანი ყოველას მე ვეკონე ისე რომ თქვა გავარ და ნარიადი მაგრამ მეუთხარი რომელია სიძე ვისი მხრიდან ვიყავი არ ვიცოდი მაგრამ რა ვიცი ახლა ვეძებდი კაცს ხალხო ერთი გავაგებინეთ ეს 7 ჯუხით კაცები რატო დაძდევთ პატარა გოგოებს არ ვიცი გამკვირვებია თქვენი მივუთხარი ახლა გადავუშურჩულე იმას მეზობელს ჩემსაც კიდე ტრენდიული ქალი ყავს ახლა ჩემს მერე მაგრამ ეგეცა ქალბუთარი ისა გოდი საიქიო დააყვირის თანახმოვარ სული მოვიყვარო მევუთხარი იყო რა ჯოხით რაღაცაო თანა თიაქარი ქონია თანა ვერ ქონია რაღაცა გულის პრობლემები ქონია თანა არ ვიცი ფაქტობრივად იმით იყო რა ქვია საავტყოფოს კალიასკის მოყვანილი საერთოდ კალო მევუთხარი ეს დღეს უკან თურმე კალ ფული და ეს უნახავი გოგო ვიღაცა კაცები იქ ამბობდნენ რომ აბაო ისეთი რძალი მოიყვანეს რომ არ ვიციო მზეს ეუბნება შენ ჩადი მიამოვალო ხალხო აბ გოგოსა რომ შეხედე რომ მომასულიერეს მზე თუ ჩავიდა დაუპულები და ცხოვრებაში არასოდეს არ ამოვა ისეთი გოგო იყო რა ვიცი სადანახა მაგრამ ვითობა რა ვიცი ხმა სადღაც არა ჩემი საქმე ხო და მე რას ამასთან დაუტოვოს მილიონები ახალ ცოტა დავიპუხმე არაკანა მე ვიდოდა ხა ვიღაცის მილიონები მაგრამ გიდაცვალა დეიდა მევუთხარი
ამ გოგოსა მივეჭერი იქა ვერ მოვიჭიდე კიდევ უნდა გადავედი მივუთხარი გაფიცე ბაბიტაშვილებს ორ დღეში დღე დახევარი იცოცხლოს ამათი ბედი მიშაცხალი ამას არა აქვს რა ვიცი არა ჩანს მივუთხარი მე რა ხდება უნდა დაგბრალდე შეყო კარგი ლოგიკურად ეგრეა მივუთხარი რაში გჭირდება მივუთხარი ეს 7 დღის ყდარი რა გიდა ახალგაზრდა გოგო ხარ მიყვარს ერა სამოგაგლიჭა მივუთხარი ჩაგივარდები ხახაში და მე ნახო როგორ ახრტია მივუთხარი რა ყავს კალ ავერ დავითხე ახლა ეკლესიიდან წამომეყვანა ფულზე გაგიჟებული ფულზე ხალხო მოიყვანე თქვენი ტოლი და სწორი იმას ახლა შედახლებოდა პატარა გოგოს დასახელი და ის არის მოარბენინა ამასაც რა ედახლებოდა ფული უნდა არ ვიცი ფერიფერსა მე წამოდიო რესტორანში რა დეკალ მეუთხარი ახლა მორ არ მიდოდა ბეძიგძიგა მაგრამ მეთქი ახლა ქალო იქ რომ მივალ უმაშავია დარბაში თუ სადღაც ხონდათ არ ვიცი მეთქი ახლა ატარზაში არავერიო ახლა საჩემინარიადობა და საძიმპიზი ყველა ჯვარი გწენია ხო და მეთქი უხერხუში გოგო არ ჩავაგდო ჭუიდან აღარ გადასული არ ვიცი შენ რა მეუთხარი ხო ამ 5 დღის ყუტარსა კიდე დაიწყლაში ვისთან ახარ რომ ქალბატონო შეისაქმერა მეუთხარი ვისთან ვარ მივდივარ უკვე დასვიდანია არ ვიცი ხალხო ამ ფულზე გაგიჟებული გოგოები არ ვიცი რა მინდა რომ დაცვო ხელი ხო დავკვიტო და გადავაგდო არ ვიცი ახლა ფულზე შიშიდაჩის უარს ვიდით ხოდა მაგრამ რა ვიცი თუ მიაღწიას ახლა მე რომ ჩაურიცხოს ცოლს არ ვიცი ვერ გეტყვი ჟიბო მოკუდა გეტეც ახლა მე ჩემი გავჭირებია რაღაცა რომ დაებართოს ქალო ახლა მე ფული მაგ დასადები არ ვიცი რა ამდენ პრობლემა გკითხული დაიჭრა აგა ისე რომ რა მენაღლება მაგრამ ჟერუთვენ რა ვერ მენაღლება ხო ფული უნდა დავდო ხო არ ვიცი ახლა წავედი მე და ის არის გადასარეკი მაგ რო ის არის ამბები მოყვე ქორწილის ქვას არ დავდო ისე დღეში ჩავაგდე ბაკათ მაგრამ რა ვიცი სადაც ეს ვერ გავგიშდე